კანონპროექტის პაკეტის ზოგადი მიზანი არის პასუხისგაცემა საბოტაჟზე. პასუხი ნაწილობრივ გაცემულია კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არ შესული პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეწყვეტას ითვალისწინებს ქართული ოცნების დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს. კანონში შესატანით ცვლილებები ერთპარტიულმა პარლამენტმა 84 ხმით დაამტკიცა. როგორც სასესიო განხილვისას გახდა ცნობილი, კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტი გადამუშავდა და ოპოზიციური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას მომდევნო 6 თვის განმავლობაში მიიღებენ. დღევანდელ სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ ცვლილებებს მეორე მოსმენით იმ დრომდე არ განიხილავენ, ვიდრე მასზე ეუთო ოდირის დასკვნა არ დაიდება. დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი ან გნებავთ ვენეციის კომისიაში, ან გნებავთ ოდირში, დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე, ანუ შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა სადღაც იანვრის ბოლომდე. ზუსტად იგივე ინიციატივა ჩვენ შეგვიძლია გავაჟღეროთ მეორე კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც დაინიცირდა წინა კვირაში, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არის არამოქალაქე ან არ აკმაყოფილებს რომელიმე სხვა კონსტიტუციურ ცენს. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ საბაბიც არ დარჩება ამ კანონპროექტების მიმართ რაღაცა კრიტიკისათვის და შესაბამისად ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად წელში გამართულიც. ასაღებენ ისე თითქოს სწორედ ბოიკოტის, პოლიტიკური ბოიკოტის გამო მიიღება ეს კანონი, რაც არის მორიგი ყალბი ინფორმაცია და სიყალბე. პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, ჟესტი და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რეალობაში ხანდახან ძნელია განასხვაო პოლიტიკური მებოიკოტები დღეს მართლა მებოიკოტები და პოლიტიკოსები არიან თუ ქუჩის საბოტაჟნიკები, ასე დავარქვათ. ეს ზღვარი ჩვენ უნდა გავავლოთ და ამაში ყველამ უნდა მიიღოთ მონაწილეობა და არა მხოლოდ იურიდიულმა კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ, როგორც ამას თქვენ აკეთებთ ახლა ამ ტრიბუნიდან. საქმე ეხება სინამდვილეში იმას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, ვინც საკუთარ ამორჩეველს უღალატა. მოგწონს თუ არ მოგწონს, ყავთ ამორჩეველი და ისინი არიან მრავლად. მათ ამ ამორჩეველს უღალატეს და ის მანდატების ფული, უხეშად რომ დავარქვათ, რაც მათ არ აითვისეს, სწორედ ეს ერთმევად მათ. თუ ისინი მანდატებს აითვისებენ, მაგრამ შემდგომ გამოაცხადებენ ბოიკოტს და არ ივლიან, რა თქმა უნდა, მათ არ შეუწყდებათ დაფინანსება. უნდა კონდეს თუ არა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკუთარ ამომრჩეველს, საბოტაჟს უცხადებს დემოკრატიის პრინციპს, პარლამენტს როგორც კონსტიტუციურ ორგანოს. ამ შემთხვევაში ბიუჯეტიდან რამდენად მიზნობრივია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია იღებდეს დაფინანსებას. აქ გეტყვით ამ ჩვენი კანონპროექტით ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ იქნება მიზნობრივი, ვინაიდან მიზნობრიობა დაკავშირებულია დემოკრატიის პრინციპთან, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი და კონკრეტულ პარტიას მისცა ერთი ხმა, ეს ერთი ხმა, ნამდვილი ხმა უდრის 15 ლარს. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულმა ამომრჩეველმა ასევე გადასცა დაფინანსება ერთი ნამდვილი ხმა 15 ლარის ოდენობით კონკრეტულ პარტიას. მაგრამ თუ კი პოლიტიკური პარტია ამბობს იმ მინიმალურ სტანდარტზე უარს, რაც ჩვენ გვიწერია დემოკრატიის პრინციპში, კონსტიტუციის მესამე მუხლში, ანუ უარს ამბობს იმ ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც ამორჩეველმა დააკისრა და დემოკრატიის პრინციპმა, ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს საბოტაჟს. როდესაც პარლამენტის წევრი უბრალოდ შავით თეთრზე წერს, რომ ის სხდომას აცდენს ბოიკოტის გამო, მას ვერც ერთ შემთხვევაში არ არსებობს ასეთი რეგულაცია, რომ ჩაითვალოს ეს არასაპატიოდ და ეს არ არის ახალი რაიმე მოფიქრებული სტანდარტი. ეს არის წლების თუ შეგვიძლია ვთქვათ ასევე 10 წლეულობის განმავლობაში განერგილი პრაქტიკა, როდესაც ბოიკოტის დაფიქსირების დროს ვერ ჩაითვლება დეპუტატს არასაპატიოდ. ამიტომ კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, თქვენს განმარტავთ და მეც განმარტავ საზოგადოებას, ჩვენს ძირითადად ჟურნალისტებს, რომლებიც ამასთან დაკავშირებით კითხვას სვავენ, რომ არ შეიძლება ბოიკოტი მოინათლოს არასაპატიო მიზეზად და მოხდეს ამ მიმართულებით რაიმე სახის ინტერპრეტაცია. პარლამენტში არ შესვლისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების შემდეგ ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც ეს ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას აღარ მიიღებენ. ოპოზიცია თვლის, რომ ამით ქართული ოცნება ცდილობს მათ პარლამენტში შესვლა აიძულოს.
ცვლილებებს ისინი სადამსჯელო ზომადაც აღიქვავენ და თვლიან, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს აზიანებს. პოლიტიკური პარტიების დაფინანსება არ არის უმნიშვნელო რამ პოლიტიკური პროცესების და პარტიების განვითარებისთვის, სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება თავის დროზე და საბიუჯეტო დაფინანსება გაუკეთეთ პოლიტიკურ პარტიებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ გააცნობიერა ის, რომ პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებას არ უწყობს ხელს პროცესის შეწყვეტისა დაფინანსების და მაინც მიდიან ამ ნაბიჯზე. ეს ჩვეულებრივად დასჯის მექანიზმი, ჩვენ ვთვლით, რომ ამით არაფერი არ შეიცვლება და ოპოზიცია არ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში ადგილების დაჭერას. ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი, როგორც ქვეყანაში შიგნით საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მიუხედავად მკვეთრი გზავნილებისა ევროსაბჭოსაგან, ევროკავშირისაგან, ამერიკის შეერთებული შტატებისაგან, ქართულმა ოცნებამ მაინც მოახდინა ამ კანონპროექტის ინიცირება. მე კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ არ გავა ეს საბოლოო ჯამში და აღარ გადავა მეორე მესამე მოსმენების და არ დაამტკიცებენ ამ კანონს. თუ დაამტკიცებენ, ეს იქნება კიდევ ერთი გზავნილი ქართული ოცნების, რომ ისინი გავიდნენ დემოკრატიულობის ჩარჩოდან, ისინი ებრძვიან პლურალიზმს და მრავალპარტიულობას ამ ქვეყანაში. ჩვენ არ მიმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ მიგვეღო დაფინანსება. იმიტომ რომ მაშინაც მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ თუ თვლი გაყალბებულად არჩევნებს, გაყალბებული არჩევნების ხმების სანაცვლოდ ფულის მიღება არ არის სწორი. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს განსხვავებული აზრი, არ შეიძლება ოპოზიციაზე ამდაგვარი ზეწოლა და ამდაგვარი შანტაჟი. ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მმართველი გუნდის ბოლდროინდა საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. განცხადებაში, რომელსაც პარტია Twitter-ის საშუალებით აქვეყნებს, წერია, რომ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული. სწორედ ამიტომ ევროპის სახალხო პარტია ქართულ ოცნებას მოუწოდებს, რომ არ შეზღუდოს ოპოზიციის უფლებები და კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდეს. პირველი ოპოზიციონერი საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე მანდატის დათმობას არაპირებს და პარლამენტში შედის. როგორც ენუქიძე ინტერპრეს ნიუსთან საუბრისას აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას გვერდით ქუჩაში დგომას არაპირებს. არჩევნების შედეგების მიხედვით პატრიოტთა ალიანსიდან პარლამენტში 4 ადამიანი მოხვდა. პირველმა 3 დეპუტატმა ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ მანდატზე უარი თქვეს. პარტიული სიის მეოთხე ნომრის ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილების შემდეგ ირმა ინაშვილი ამბობს, რომ თავად პოზიციის შეცვლას არაპირებს. მისივე ინფორმაციით, ენუქიძე ბიზნესმენია, რომელიც პატრიოტთა ალიანსს აფინანსებდა. პარტიას კი არ აქვს ბერკეტი მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. ყველა პარტიაში არის ბიზნეს შემადგენელი. ბატონი ავთო წლების მანძილზე არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ის არის შემომწირველი ჩვენი პარტიის, აფინანსებდა არჩევნებს. შესაბამისად ის თავისუფალია მის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ აქვს ჩავერიოთ ბატონი ავთანდილის გადაწყვეტილებაში. ის თავისუფალი ადამიანია, თავად იღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება, როგორც დღეს მე მოვისმინე, მიღებული აქვს. ჩვენი პარტია მიყვება მისგეს, ჩვენ უარს ვამბობთ ამ პარლამენტში შესვლაზე. პარტიის პოლიტიკური ნაწილი არ შედის პარლამენტში. კაფიოდ ვამბობ იმასაც, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. ოპოზიცია, რომელმაც მეათე მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნება მარტო დატოვა, ამ დრომდე მყარ პოზიციაზე დგას. ენუქიძის გადაწყვეტილება კი მათი შეფასებით საერთო პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის. რაიმეს ცვლის ამ კუთხით ნამდვილად არ ცვლის არაფერს. ანუ აქ 1 შევა, 2 შევა, 3 შევა თუ 4-იც, ანუ ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის თავარია, რომ თავარი ძალები ოპოზიციის პლატფორმაზე ვართ ერთიანი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ლეგიტიმაცია არ უნდა მივანიჭოთ პარლამენტს. ეხლა ბატონი ენუქიძე შევა თუ არა, რა თქმა უნდა, პარლამენტს ამით ლეგიტიმაცია არ მიენიჭება. 1, 2 ან 3 ადამიანზე ყურადღება. ეს ამბავი გაფორმდა, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა საზოგადოების პოზიცია როგორც იყო უდიდესი ნაწილის, ვისი ნაწილის დემოკრატიული ოპოზიცია არის, ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ ახდენს ლეგიტიმაციას გასულ გაყალბებულ არჩევნებს. არანაირად და არც ივანიშვილს ვერ აძლევს. ივანიშვილი ერთ-ერთი სწორი რაშიც არის, როგორც ამდენადაც შეიძლება სწორი იყოს ივანიშვილი. უნდა არასწორი ანატომიით და არასწორი დასკვნით მე არის იმაში, რომ ეს პრობლემაა. როცა შენი ქვეყნის манипулირებული ციფრებითაც კი 52%-ის უდიდესი ნაწილის გამომხატველი პოლიტიკური ძალები, ანუ ეს ხალხი არ აძლევს ლეგიტიმაციას შედეგებს, ეს ყველა შემთხვევაში კრიზისია. თავი რომ დავანებოთ არჩევნებს
მაგრამ როგორც ჩაიარა. ის რომ პატრიოტთა ალიანსმა თავის დროზე არ ჩახსნა სიები, ეს მიუთითებდა იმაზე, რომ უბრალოდ მანდატებზე უარის თქმა გამოიწვევდა იმ პროცესს, რა პროცესთანაც გვაქვს ახლა საქმე. უბრალოდ სხვა ადამიანები აიწევდნენ სიაში და ისინი შევიდოდნენ პარლამენტში და ასეც მოხდა რეალურად. მათი განზრახვა არასოდეს არ ყოფილა რეალურად ბოიკოტის გამოცხადება ჩემი აზრით. ნებისმიერი ესეთი შემთხვევა შეგვიძლია გავატაროთ იმ ფილტრის ქვეშ, რასაც გირჩი ამბობს, ანუ იქნება თუ არა ის პარლამენტი, რომელშიც თქვათ ადამიანები ახლა შედიან, ხო? დღევანდელი გაგებით პარლამენტი არ გვაქვს, ხოლო იმ შემთხვევაში გვექნება ჩვენ შესაძლებლობა, რომ მართლა დავუძახოთ ამ ორგანოს პარლამენტი, თუ ამას გადაწყვეტილების მიღება უნარი ექნება. და მით უმეტეს ერთი ადამიანის არათუ ერთი პარტიის შესვლა აქ არაფერს არ გადაწყვეტს, ვიდრე იქ არ შეგროვდება 113 ადამიანის სულ მცირე. მეათე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციონერის შესვლას მიესალმება ქართული ოცნება. ერთპარტიული პარლამენტის წევრები ამ დრომდე ოპოზიციის ბოიკოტის შეწყვეტას ელოდებიან. მე არანაირი კონკრეტულ შემთხვევაზე არ მაქვს არავითარი ინფორმაცია, რაც შეეხება მოლოდინი ბუნებრივია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არა ერთი და ორი, არამედ მეტი ოპოზიციური პარტია შევერთდება ახლოს მომავალში პარლამენტს. შეიძლება გვაქვს, შეიძლება არც გვაქვს. ანუ ინდივიდუალურად თქვენ არ ხართ ჩართული ამ პროცესში. მეც ჩვენ ყველა შემთხვევაში ვართ აბსოლუტურად არწმუნებული იმაში, რომ არა 2 და 3, როგორც უკვე თქვი, არამედ მეტი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ამის მტკიცების საშუალებას გვაძლევს ის ძალიან დიდი სივრცე მანევრირებისთვის, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას. რადიკალურ ოპოზიციას არავითარი სივრცე არ აქვს მანევრირებისთვის. მათ ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენეს საკუთარი თავი, რომ ეხლა არჩევანი რჩება ცუდსა და უარეს შორის. მათთვის ცუდი არის შემოსვლა, იმიტომ რომ მაღლა აწიეს ძალიან, ასე ვთქვათ, თამასა და მათთვის უარესი არის ბუნებრივია არ შემოსვლა. აქედან გამომდინარე, მათ ძალიან მცირე სივრცე აქვთ მანევრირებისთვის. მე ეს ამბავი გავიგე თქვენგან, ჯერჯერობით არ მაქვს ინფორმაცია, ძალიან კარგია თუ რომელიმე ადამიანი, რომელმაც დეპუტატის მანდატი მოიპოვა, ამბობს თანხმობას იმასთან დაკავშირებით, რომ შემოვიდეს და თავისი საქმე, რაც დაავალა ამ არჩევნებში შეასრულოს, არანაირი კომუნიკაცია ამ ადამიანთან ჩვენ არ გვქონდა. პლებისციტზე კი არა, რიგარეში არჩევნებზე მივყვებით პირდაპირ. ხო არის ეს თქვენთვის ცნობილი? მივყვებით რიგარეში არჩევნებზე, თუ 1%-იანი გადახრა იქნება ჩვენ სასარგებლოდ. კომისიამ შეაფასოს მათი მონაწილეობით შექმნილმა კომისიამ, მათი მონაწილეობით მოძიებულმა მტკიცებულებმა თქვას, რომ 1%-იანი გადახრა იყო ქართული ოცნების სასარგებლოდ და არათუ პლებისციტს ვატარებთ რიგარეში არჩევნებს. ახლა ნამდვილად გაცილებით მეტია არჩევნები მათი მოთხოვნის ფარგლებში და მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე მით უმეტეს ვიდრე პლებისციტი. ამ დრომდე ენუქიძე ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელმაც არჩევნების შემდეგ მანდატზე უარი არ თქვა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დღეს ფრაქცია ქართული ოცნების ფორმატში მოусმინეს. მთავრობის დამტკიცებამდე გიორგი გახარიამ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა. მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა სიტყვით გამოსვლა პანდემიაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ მომავალი წელი მძიმე და გამოწვევებით სავსე იქნება. პრემიერობის კანდიდატის შეფასებით ეს აორმაგებს როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც მისი თქმით ჯანსაღი ოპოზიცია ჯერ კიდევ არ ხავს. გახარია ამბობს, რომ არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება. 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე. რაც რა თქმა უნდა აორმაგებს ჩვენს პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით აორმაგებს პასუხისმგებლობას როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდე ჯანსაღი ოპოზიცია არ ყავს. და ყველას კარგად მოგესმენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა იქნება საკმაოდ რთული. იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე და პირველ რიგში მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის პროგრამა, რომელიც უკვე წარმოდგენილი იქნა პარლამენტის წინაშე, გამოხერხებულოთ სრულად, რამე თუ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მიზანი და ოცნებად შეიძლება ასე ითქვას, 4 წლის თავზე ჩვენ შევძლოთ, გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით შეაფასა. მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ქართული ოცნების მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქვეყანაში საარჩევნო პროცესი ბევრად უფრო დემოკრატიული გახდა, რის შედეგადაც მეათე მოწვევის პარლამენტში პირველად 9 პოლიტიკური პარტია მოხვდა. ამიტომ გიორგი გახარიასთვის გაუგებარია, რატომ არ იყენებს ოპოზიცია დემოკრატიზაციის ამ მიღწევას. გახარია ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტს ყველაზე კარგად მომდევნო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს. ბოლო წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ მიიღო
კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც ქვეყანაში საარჩევნო პროცესი გახდა ბევრად უფრო დემოკრატიული. და საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვალა, ჩვენ დღეს გვაქვს უფრო პროპორციული სისტემა. ეს ჩვენმა მოქალაქეებმა, აი დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, გაიგეს ზედმიწევნით ზუსტად. სწორედ ამიტომ 31 ოქტომბერს ასეთი რაოდენობის მოქალაქე მივიდა და მიცა ხმა პანდემიის პირობებში. მას მისცეს ხმა მეტ პლურალიზმს პარლამენტში, მეტ წარმომადგენლობას პარლამენტში და საბოლოო ჯამში თითოეულ თქვენგანს და იმ ადამიანებსაც, ბატონებსაც, რომლებიც დღეს აქ არიან, მისცეს კონკრეტული დავალება, რომ ჩვენც მათ შორის, რომ კრიზისის პირობებში გაუმკლავდით ამ კრიზისს, მართეთ ქვეყანა ერთად და იზრუნეთ ჩვენზე ერთად. ეს არის პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში. ჩვენ მივიღეთ რა? საქართველოს ისტორიაში პირველად მივიღეთ 9 პოლიტიკური გაერთიანება და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი. მე უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს. აი უბრალოდ არ მესმის. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. ქართული ოცნების წევრები დაინტერესდნენ, როდის ექნება ქვეყანას კორონავირუსის ვაქცინა. გახარია ამბობს, რომ ვაქცინა ქვეყანაში უახლოეს პერიოდში შემოვა, თუმცა მისი თქმით ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციით პანდემია დასრულდება. ჩვენ უკვე წინასწარ ამისთვის გარკვეული ფინანსური რესურსი გადახდილიც გვაქვს. თუმცა დღეს ვერავინ ზუსტად ვერ იტყვის, როდის, რა რაოდენობით იქნება ეს მოწოდებები განხორციელებული. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ვაქცინას მიიღებს, რომელიც დაიწყებს პირველ რიგში რისკის ჯგუფის შემცველი ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესს. მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ. ვაქცინა არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა, როგორც კი ვაქცინა გამოჩნდება, ერთ თვეში ან ორ თვეში გადაწყდება. ვაქცინა არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ რისკები შევამციროთ, პირველ რიგში სიკვდილიანობის რისკები და დავიცვათ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჩვენი მოქალაქეები. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასების კლებაც დაანონსა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს, რაც ჯანდაცვის სისტემის პირველი და პრიორიტეტული ამოცანა იქნება. გიორგი გახარიას თქმით, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უახლოეს პერიოდში გადაიდგმება. ჯიბიდან გადახდის შემცირება არის შემდგომი პირველი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ უნდა უპასუხოს, ისევე როგორც პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და რეფორმირება. მედიკამენტებზე ფასი ქვეყანაში უნდა შემცირდეს ერთი და როგორც შედეგი ჯიბიდან გადახდა ჩვენი მოქალაქეების უნდა შემცირდეს. რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ ამისთვის? რა თქმა უნდა, ეს არის რეფორმის ნაწილი. მთავარი აქ ამოცანა არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხზე და მკურნალობის ეფექტიანობაზე. ამ ამოცანას ჯანდაცვის სისტემა შეასრულებს უახლოეს პერიოდში. პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით იქნება გადადგმული. ქართული ოცნების დეპუტატებმა პრემიერობის კანდიდატს კითხვა ლარის კურსთან დაკავშირებითაც დაუსვეს. გიორგი გახარია ამბობს, რომ ლარის არაპროგნოზირებადი რყევებისგან დასაცავად ეროვნულ ბანკს საკმარისი რესურსი გააჩნია. გრძელვადი ამ პერსპექტივაში კი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. თქვენი მოლოდინები მინდა გაგვიზიაროთ გითხრათ ვალუტასთან მიმართებაში. მომავალ წელს ჩვენ უნდა ველოდოთ სტაბილურ თუ ნახტომისებურ რყევებს, იმიტომ რომ ამაზე არის დამოკიდებული როგორ იქნება ბიზნესის მხრიდან დაგეგმვა თავიანთი მოდელების განვითარების და ყველას აქ განცდა, რომ მათთვის არის მნიშვნელოვანი სტაბილური ფინანსური და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ქვეყნის. მე შემიძლია მოგიყვეთ აქ, რომ ეროვნული ბანკი, ფინანსის სამინისტრო, მთავრობა ჩვენ მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით ყველაფერს ვაკეთებთ ერთად. ესეა. რესურსებიც საკმარისი გვაქვს და ეროვნულ ბანკსაც შესაბამისი საკმარისი რესურსები აქვს, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ არაპროგნოზირებადი რიყევისგან ლარის კურსი და რა თქმა უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ბიზნესი და მაქსიმალურად სწრაფად სამუშაო ადგილების აღდგენა. ეს არის ის ძირითადი ნაბიჯები, რითაც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ლარის სტაბილურობა. მეათე მოწვევის პარლამენტი ახალ მთავრობას ნდობას ხვალ პლენარულ სხდომაზე გამოუცხადებს. მომავალი მინისტრთა კაბინეტი თითქმის უცვლელია. მთავრობის ახალ შემადგენლობაში მხოლოდ იუსტიციის მინისტრი იცვლება. ამ პოსტზე გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესთავაზა.
საქართველოში და პოლიტიკურ ვითარებაში სრული დომხალი ბარდაკია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა. მან გაცხადება ჟურნალისტის და ბლოგერის ეგორ კუროპტევის საავტორო გადაცემაში გააკეთა და თქვა, რომ შიდა პოლიტიკური პროცესის მოსაგვარებლად დრო უნდა მიეცეთ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს. ბრაიზამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ნატოში მისი გაწევრიანების პერსპექტივაზეც. საქართველოში და პოლიტიკურ ვითარებაში ბარდაკია. ქვეყანაში უნდა იყოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მაგრამ როცა ასეთი არასტაბილურობაა, არაპროგნოზირებადი სიტუაცია, ეს საქართველოს საწინააღმდეგოდ მეტყველებს. ახლა ჩვენ უნდა მივცეთ დრო ელჩ დეგნანს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს, რომ წარმატებით გააგრძელონ შუამავლობა ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის. როცა მე ვაშინგტონში პოლიტიკურ თანამდებობაზე ვიყავი, ეს ძალიან რთული საქმე იყო. სულ გადაფრენები მქონდა მიმოსვლა, რათა დაპირისპირებულთა პოზიციები დამიახლოვებინა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ დეგნას დრო სჭირდება. ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდება და მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ შედეგსაც გამოიღებს. მესამე დღეა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაც თეიმურაზ გიუნაშვილს ეძებენ. 35 წლის სამხედრო 21 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გავიდა, თუმცა სახლში არ მისულა. მეორე დღეს ის არც სამსახურში გამოცხადებულ არის, შემდეგაც მისი ძებნა დაიწყო. თავდაცვის სამინისტრო გიუნაშვილის ადგილსამყოფელის დადგენისთვის შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაშია. კაპრალ გიუნაშვილი არის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე. ის იმყოფებოდა განწესში 20 დეკემბრიდან 21 დეკემბრის 9 საათამდე. აღნიშნული სამხედრო მოსამსახურემ ისარგებლა მანზე მინიჭებული უფლებით განწესში შემდგომ წასულიყო დათხოვნაში თავისი პირადი პატაკის საფუძველზე. სამხედრო მოსამსახურემ დატოვა სამხედრო ნაწილი, რასაც ადასტურებს ასევე გარეთ დამონტაჟებული კამერები. მეორე დღეს რომ უნდა დაბრუნებულიყო 22-ში სამხედრო მოსამსახურე 8 საათზე არ დაბრუნების შემდგომ მოხდა დაკავშირება მის ოჯახთან და გამოკითხვა თუ საჩილებოდა გვეპოვა აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც დღემდე ვერ უკავშირდებით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეს ვიპოვით და დავაბრუნეთ სამხედრო ნაწილში. სამგორის რაიონში მძიმე ტექნიკა დღეს დილის 7 საათზე გამოჩნდა და უკანონოდ აშენებული 7 სახლი დაანგრია. ბოლო დღეების განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მერია უკანონოდ აშენებულ სახლებს მასობრივად ანგრევს. თვალჭრელიძის ქუჩაზე მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლების დემონტაჟზე გაფრთხილება 17 დეკემბერს მიიღეს. თუმცა წინასაარჩევნოდ მერიის წარმომადგენლები პირდებოდნენ, რომ ხმების სანაცვლოდ საცხოვრებელ ფართებს დაუკანონებდნენ. ჩვენთან საუბარში მოსახლეობა არ მალავს, რომ კორონა პანდემიის ფონზე მერიისგან მსგავს გადაწყვეტილებას არ ელოდნენ. ახლა ისყიან მიტაცებული მიწებიო. მიტაცებულია მიიწაცეს მიწები და ასახლენ და რას აკეთებენ. გაავს ეს მიტაცებულს და გუშინდელ ჩაბეტონებულს და გუშინწინდელს ეს ტერიტორია. აი ბოძები და ხობები და 15 წლის ამბავია ეს და შეტანილი რო გვაქვს განცხადება დასაკანონებლად 5 წელია. აი აგერ გადის ისე ხაზი კი ბატონო ეს მერიის ტერიტორია არის წინ. აი ეზოს უკან გადის მეორე წითელი ხაზი, იქით ამხარი მერიის ტერიტორია. ეს დარჩენილი იყო როგორც სამოსახლო მგონია ჩვენ ასე გვეგონა რახან ეს გააფორმებული აქ სახლი დგას, აქ სახლი იდგა პატარა, აქ სახლი მედგა კაპიტალური. და კაციშვილი არაფერს არ გვაფრთხილებდა, არაფერს არ გვეუბნებოდნენ. მოვქონდა მასა და სამშენებლო ხედავდნენ ისინი, მაგრამ არავის არაფერი არ უცხიას. 7 სახლის დემონტაჟი განახორციელეს. ერთხელ მაინც რო ვინმე მოსულიყო და გაეფრთხილებინა. აი ერთადერთი ჩვენი მაცხოვრებელი რომ არ შეიძლება აშენება. ვინმეს რო გაეფრთხილებინა ჩვენ ხო აღარ ვაშენებდით და არ დავხარჯავდით ამ ფინანსებს. არავინ კაცეშვილი არ მოსულა და ეს ბოლო 6 დღე დაღამე ბატებივით აქ იზდნენ და ყარაულობდნენ. თავდა თუ არა არჩევნები, მე მომბრძანდნენ და უკვე მე დაიწყეს სამგორის რაიონში თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს არასამთავრობო სექტორი გმობს. განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მერიამ უნებართოდ აშენებული შენობების დემონტაჟის პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს. ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს სიღარიბის, მძიმე დაუცველობისა და ყოველდღიური სოციალური უიმედობის წინაშე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლის გარეშე დატოვება, რის გამოც ისინი მერიისგან გადაწყვეტილების მიღების პროცესში საცხოვრებლის უფლების დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებას ითხოვენ.
სამგორის რაიონში სახლების დემონტაჟ დედაქალაქის მერი კახი კალაძე მთავრობის ხდომაზე გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების მიტაცებაზე რეაგირება დედაქალაქის მთავრობის ვალდებულებაა. კალაძე ამბობს, რომ დაუშვებელია მსგავსი სამართალდარღვევა მოსახლეობის გაჭირვებით გამართლდეს. მერმა კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ არსებობს უსახკაროდ დარჩენილთათვის სპეციალური პროგრამა, რომელზეც მერიიდან 7 მილიონი ლარი იხარჯება. თბილისის მთავრობის კანონისმიერი ვალდებულება არის, რომ სახელმწიფო ქონებები დავიცვათ მიტაცებისგან და მასზე შემდეგ უკანონო შენობა ნაგებობების განთავსებისგან. დაუშვებელია ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, რაც ძალიან ცუდია, ასეთი დარღვევები გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით. იმ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც სხვადასხვა პრობლემები შეექმნათ და დარჩნენ სახლის გარეშე, დედაქალაქს აქვს სპეციალური პროგრამა, დაახლოებით ყოველწლიურად 7 მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ და გავიყვანოთ ქირით. ირკვევა, რომ ბევრ მათგანს ამ ადამიანებს, ვინც იტაცებს სახელმწიფო მიწებს, აქვს საცხოვრებელი სახლები, არაერთი. თვალჭრელიძის ქუჩაზე სახლების დემონტაჟის განხორციელებამდე თბილისის მერიამ 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში დაახლოებით 20-მდე უკანონოდ აშენებული სახლი დაანგრია. მომხდარს პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოყვა. აფრიკაში განვითარებული მოვლენების გამო პროტესტი გამოხატეს ოპოზიციის ლიდერებმა და აქტივისტებმაც, თუმცა მერიამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ სახლების დემონტაჟი მაინც გაგრძელდება. აფრიკის მაცხოვრებლები მძიმე ტექნიკის გამოჩენას და სახლების დანგრევას ყოველდღე ელოდებიან. შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელთა კრიტიკა მოყვა. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ რესტორნების გახსნის მოლოდინი არ ჰქონიათ, თუმცა სასტუმროებთან არსებული რესტორნების დახურვით სექტორის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. შალვა ალავერდაშვილის თქმით, პანდემიის დროს ყველაზე მეტად სწორედ სასტუმროების ბიზნესი დაზარალდა და ამასთან ერთად 200,000-მდე ადამიანი უმუშევრად დარჩა. 80% რესტორნების არის იჯარით. თუ დაპაუზება გრძელვადიანი კიდევ იქნება, ამ შემთხვევაში მეიჯარე, რომელიც გარკვეულ შეღავათს აძლევს რესტორანს, რომ ამ შემთხვევაში დაპაუზების შემთხვევაში მას ქირა არ გადაახტევიოს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ვეღარ შეძლებს ამას, რომ მასაც ხო სჭირდება შემოსავალი და მასაც აქვს გარკვეული ვალდებულებები. სარესტორნო სექტორის გადარჩენაზე საუბრობს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძის განმარტებით, თუ რესტორნებს გახსნის უფლება მინიმუმ 15 იანვრიდან არ მიეცემათ, ისინი ბაზარზე ოპერირებას ვეღარ შეძლებენ და შეზღუდვების გაგრძელების შემთხვევაში იჯარით აღებული ფართების დატოვება მოუწევთ. 100%-დან ავიღებთ პანდემიამდე სიტუაციას და სფეროს, თქვათ რაღაც სიფს პირობითად ვიტყვით, რაღაც კი რაც არსებობდა 11,000-მდე ობიექტი, გადარჩება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მასშტაბით 500. 51 გარდაცვლილი და 2345 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ასეთია კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა. განკურნებულთა რიცხვი კი დღეს ინფიცირებულებზე გაცილებით მეტია. ბოლო 24 საათში COVID ინფექცია 3561-მა დაამარცხა. ინფიცირებულთა დღიური რაოდენობით ისევ დედაქალაქი ლიდერობს. მეორე ადგილზე იმერეთია. აჭარაში კი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. ამ დროისთვის კორონავირუსს ქვეყანაში 20,644 ადამიანი ებრძვის, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 414 პირია მოთავსებული. დადასტურდა ახალი 139 შემთხვევა. კლინიკა გუშინ დატოვა 79 პაციენტმა, მართვის სუნთქვაზე იმყოფება 41. დღეისათვის აჭარაში მკურნალობას კლინიკებში გადის 629 პაციენტი, COVID სასტუმროებში 673, ხოლო ბინაზე ონლაინ ექიმის მეთვალყურეობით 1965. სამწუხაროდ გარდაიცვალა 2 ინფიცირებული, 82 და 68 წლის. ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყების თარიღი ჯერ ისევ უცნობია, თუმცა სავარაუდო დროდ გაზაფხული სახელდება. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს 700,000 დოზა ვაქცინა COVAX პლატფორმიდან აქვს შეკვეთილი, თუმცა აქტიურად განიხილება რუსული და ჩინური ვაქცინების შემოტანაც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ თუ რუსული ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული, შესაძლოა ის ჩვენთანაც გამოიყენონ, თუმცა აქვე განმარტა, რომ იქამდე რიგში სხვა ვაქცინებია.
უკვე ფულიც გადახდილია, თქვა, წინასწარი შენატანით და თან ისეთი რეჟიმით არის გადახდილი, რომ ჩვენ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა, თქვა, როცა იქნება COVAX პლატფორმაზე, იქ ალბათ რამოდენიმე ვაქცინა იქნება. ნუ გარდა ამისა მიმდინარეობს კიდევ ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან. შესაძლოა საქართველოს განიხილავდეს რუსულ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. თუ ის იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, რატომაც არა, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი არ არის. ყველაზე მეტ ადამიანს მსოფლიოში რომელი ვაქცინა აქვს დღეს გაკეთებული, რაც გამოქვეყნებულია. ჩინური სინოვაკი მილიონზე მეტი ადამიანია უკვე აცრილი. მსოფლიოში კი კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია გრძელდება. არაბთა გაერთიანებული საემიროები მეორე არაბული ქვეყანა გახდება საუდის არაბეთის შემდეგ, რომელიც Pfizer-ისა და BioNTech-ის COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას იწყებს. ვაქცინაციის პირველ ეტაპზე 60 წლის და ზემოთ ასაკის პირები, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე 18 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან. ვაქცინაცია მოსახლეობისთვის უფასო იქნება. ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინით აიცრა ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი. მან მოსახლეობას აცრის ჩატარებისკენ მოუწოდა. გერმანული ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი დარწმუნებულია, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის ახალი ბრიტანული ვარიანტის წინააღმდეგაც მოქმედებს. კორონა პანდემიის ირგვლივ არაჯანსაღი დამოკიდებულების გამო დეკანოს თეოდორე გიგნაძე სასულიერო პირებს მიმართავს. ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მიიჩნევს, რომ ბრეულს ბოდიში უნდა მოუხადონ სასულიერო პირებმა, რომლებიც ერთი მხრივ COVID-19-თან დაკავშირებულ კონსპირაციულ თეორიებზე საუბრობდნენ, მეორე მხრივ კი არ აღიარებდნენ ვირუსის საფრთხეებს. პრობლემა გახდა ის არა ის, რომ ვიღაცამ არ იცის და შეეშალა. არამედ როდესაც საღაზრს სამღვდელო პასუხისგებლობას და ვალდებულებას, ქრისტიანულ რწმენას, ქრისტეს მაძიებლობას ჩაენაცვლა კონსპირაციული თეორიები. რომ ჩვენ მტრები ყავს და რომ შეგვიქმნებს რაღაც გარემო ისეთი, რომ ჩვენ ესე იგი რწმენაზე უარი ვთქვათ. გრძელდებოდა კიდევ კვლავ საუბარიც რო პანდემიაზე. ვეურჩებოდით სახელმწიფო რეგულაციებს. ცალკეული სასულიერო პირები გამოდიოდნენ და საწინააღმდეგოს ამბობდნენ, მრევლს საწინააღმდეგოს აგონებდნენ, ეს იწვევდა რეგულაციების დარღვევას და შესაბამისად ხიფათში თავის შეყოფას. ბუნებრივია, რომ ბუდიში მოსახდელი იყო. პირბადის წარების წესების დარღვევისთვის ჯარიმდებით 20 ლარის. პოლიციამ ბოლო 24 საათში COVID-19-ის წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების დარღვევის გამო 675 პირი დააჯარიმა. პირბადის გარეშე ღია სივრცეში 600 ადამიანი გადაადგილდებოდა. იზოლაციისა და კარანტინის წესი კი 75-მა პირმა დაარღვია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10000 ლარით ჯარიმდება. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. თქვენ დაარღვიეთ თვითიზოლაციისა და კარანტინის წესი, ანუ გადაადგილდებოდით საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე ქუჩაში ქვეითად, რისთვისაც თქვენ დაგეწერათ 2000 ლარიანი ჯარიმა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ცოლის ძმამ სიძე მოკლა მკვლელობის მიზეზი წარსულში არსებული უთანხმოება გახდა. პოლიციამ მკვლელის ხელკვაზე დააკავა, მან გარდაცვლილ სასიკვდილო ჭრილობების სარანტირო თოფიდან გასროლით მიაყენა. დაკავებულ 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.